სპარსეთის ყურეში ზავი კვლავ სერიოზულად აირღვა ცხელი ინფორმაციის გავრცელების შედეგად 4 შაბათს 2026 წლის 22 აპრილს. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის დროს საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებზე თავდასხმა განახორციელა და საუდის სამეფო საპასუხო ზომებს განიხილავს და კიდევ უფრო შორს მიდის. სიახლეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის დროს საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმა უმნიშვნელო დეტალი არ ყოფილა. ეს იყო მკაცრი პირდაპირი და საშიში გაფრთხილება. ზიანმა რეგიონში სენსიტიურ წერტილს მიაღწია და ომი კვლავ დღის წესრიგში დააბრუნა. სწორედ მაშინ, როცა ცდილობდნენ გაეყიდათ იდეა, რომ ყველაზე რთული უკვე გადავლილი იყო. აქედან ფაქტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ ზავის დროსაც კი საუდის არაბეთის ნავთობი შეიძლება დაზიანდეს, მაშინ სპარსეთის ყურე კვლავ ახალი აფეთქების ზღვარზეა. ეხლა ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. გენდობით მილსონ ალვესი. რაც მოხდა იყო კონკრეტული და სერიოზული. საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტომ განაცხადა, რომ ბოლო თავდასხმებმა აიძულა სამეფოში რამდენიმე ენერგოობიექტის მუშაობის შეჩერება. შედეგი იყო მყისიერი. წარმოების მოცულობა დაახლოებით 600,000 ბარელი დღეში შემცირდა. ამავე დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენში ნაკადი დაახლოებით 700,000 ბარელით შემცირდა. barris por dia. დაიღუპა სამრეწველო უსაფრთხოების თანამშრომელი და 7 ადამიანი დაშავდა. ეს არც ჭორია და არც ინტერნეტში გავრცელებული ხმები. ეს არის ოფიციალურად აღიარებული ზიანი, რომელსაც გავლენა აქვს წარმოებაზე, გადაკაჩვაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე. და იმ პირობებში, როცა ჰორმუზის სრუტე უკვე ფუნქციონირებდა შიშის, მუქარისა და ბლოკადების ფონზე, ეს დარტყმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა. ვინ ჩანს ამ კრიზისის ცენტრში? კრიზისის ცენტრში ირანია, მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის განცხადებაში უფრო თავშეკავებული ენა იყო გამოყენებული და მხოლოდ ბოლოდროინდელ თავდასხმებზე იყო საუბარი. თუმცა როიტერსმა დააფიქსირა, რომ ირანის რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ მათ დაარტყეს ენერგეტიკულ ობიექტებსა და ნავთობის გადამცემ ხაზებს, მათ შორის იანბუში მდებარე სამიზნეებსაც. ეს ეპიზოდის პოლიტიკურ სურათს სრულად აყალიბებს. საკითხი მხოლოდ ის არ არის, ვინ დააჭირა სასახლეც. საკითხი არის ის გზავნილი, რომელიც გაიგზავნა. სამხედრო პაუზის დროსაც კი თეირანმა აჩვენა, რომ კვლავ მზად არის ზეწოლა მოახდინოს მეზობელი ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა შეინარჩუნოს უპირატესობა, დათესოს შიში და დაამტკიცოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა დანებებას არ ნიშნავს. ყველაზე მკაცრი ინტერპრეტაციით, რომელიც გავრცელდა, ზავი დროებით საფარს წარმოადგენს გადაჯგუფებისა და დაშინებისთვის. სწორედ იმ მარშრუტზეა ეს ყველაზე საშიში, რომელიც საუდის არაბეთს ჰორმუზის ვიწრო გასასვლელის გვერდის ავლით ეხმარება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი საუდის არაბეთის აღმოსავლეთიდან წითელ ზღვამდე ნავთობის გატანის სასიცოცხლო გზად იქცა. როდესაც ეს კორიდორი დაზიანდება, ზიანი მხოლოდ საუდის არაბეთს აღარ ეხება და გლობალურ პრობლემად იქცევა. სამეფომ ზიანი განიცადა მანიფაში, კურაიში, ჯუბაილში, იანბუში, რასთანურაში, რიადში, შიდა ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი აირის სითხეების ობიექტებში. სხვა სიტყვებით რა ვთქვათ, ზეწოლა შეეხო საბადოებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და ექსპორტს. აი რატომ იმოქმედა ამ შეტევამ ზავის დროს ერთდროულად როგორც ბაზარზე, ასევე პოლიტიკაზე. მან იმოქმედა როგორც მიწოდებაზე, ასევე მთელი სისტემის უსაფრთხოების შეგრძნებაზე ერთდროულად. როდესაც თავდასხმის მომენტს დააკვირდები, გზავნილი კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება. ეს მოხდა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ და სტაბილიზაციაზე საუბრის ფონზე. ეს უნდა ყოფილიყო შეკავების ეტაპი. მაგრამ მოხდა პირიქით. ზავის პერიოდი გამოიყენეს იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ ზეწოლა და არ დაეშვათ ნორმალურობის შეგრძნება. და სწორედ აქ ჩნდება ამ ყველაფრის ყველაზე ძლიერი ხაზი. საუდის არაბეთის ჭაბურღილებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და მარშრუტებზე თავდასხმა მხოლოდ ცალკეულ სამხედრო აქტად არ ჩანს. ეს უფრო გავს მცდელობას, აჩვენონ, რომ ირანს ჯერ კიდევ შეუძლია დააზიანოს სპარსეთის ყურის ეკონომიკური გული, მაშინაც კი როცა ღია ომი არ არის სრულ მასშტაბზე. რიისთვის ეს ზრდის ლოდინის პას, ბაზრისთვის კი ეს განგაშის რეჟიმს ინარჩუნებს. რეგიონისთვის ეს კიდევ უფრო აძლიერებს შეგრძნებას, რომ ზავი არასდროს ყოფილა ნამდვილად მყარი. ფონზე ჰორმუზის სრუტე კვლავ რჩება ყველაზე ფეთქებად ნაწილად, ეს მყარი ზავი. ეს კიდევ უფრო აძლიერებს შეგრძნებას, რომ ირანმა ზავის პერიოდში გემები დააკავა, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტა გაახანგრძლივა, მაშინ როცა მოძრაობა ნორმალურ მდგომარეობას ძალიან შორს იყო. სხვა ანალიზმა, რომელიც როიტერსმა ჩაატარა, აჩვენა ასობით გაჩერებული გემი, უფრო ძვირი დაზღვევა და მუდმივი არეულობის გარემო, სადაც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები კეთდებოდა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზავი მყარი იყო. ანუ მაშინაც კი როცა ერთი მხარე ზავზე საუბრობს, მეორე მხარე ზღვას იყენებს ზეწოლის შეჩენარჩუნებლად, ლის შესანარჩუნებლად. და როცა ზღვა იბლოკება, ნავთობი, გაზი და გლობალური ვაჭრობა შოკს განიცდის. ომი მხოლოდ სამხედრო აღარ არის და ხდება ასევე ლოგისტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული. სწორედ ამ ეტაპზე საუდის არაბეთის პასუხის იდეა ისევ აქტუალური ხდება. დასჯითი ზომების შესახებ დებატები ამ საკითხს შემოეხვია. რადგან თავად როიტერსმა მარტში გაამჟღავნა, რომ საუდის არაბეთმა უკვე გააფრთხილა ირანი, რომ ახალი თავდასხმები მის ტერიტორიაზე ან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეიძლება პასუხის მიზეზი გახდეს. და შესაძლოა გზა გაუხსნას ბევრად უფრო მკაცრ სამხედრო პოზიციას. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტში ოფიციალურად საპასუხო შეტევის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა, რეაქციის პოლიტიკური საფუძველი უკვე ადრე არსებობდა. ზავის დროს განხორციელებული დარტყმის შემდეგ კითხვა აღარ არის მხოლოდ ის, გაბრაზებულია თუ არა ერრიადი. ახლა კითხვა ისაა, სადამდე მიიყვანს სამეფო თავის პასუხს. დარტყმის მიღება შესაბამისი პასუხის გარეშე. შეერთებული შტატების მხრიდანაც სიტუაცია უფრო დაიძაბა. დონალდ ტრამპმა ზავი გაახანგრძლივა, მაგრამ საჯაროდ დაიწყო ჰორმუზის სრუტის ეფექტური გახსნის მოთხოვნა და განაცხადა, რომ ირანი ძალიან ცუდად ასრულებდა თავის საქმეს ნავთობის გატარების ნებართვით. ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ვაშინგტონის ზავს ტონი ზავს საკმარისად არ მიიჩნევს. თეთრი სახლი კონკრეტულ შედეგს ითხოვს. ნორმალური ნავიგაცია, ნაკლები წნეხი ბაზარზე და გარკვეული პოლიტიკური წინსვლაც, მაგრამ ფაქტები სპარსეთის ყურეში საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. გემები კვლავ დაკავებულია, საზღვაო ნაკადი არარეგულარულია და საუდის არაბეთის ინფრასტრუქტურას უკვე დაესხნენ თავს ზავის დროს. ეს აძლიერებს მოსაზრებას, რომ ზავი გახანგრძლივდა, მაგრამ რეალური კრიზისი კვლავ ცოცხალია, ფეთქავს და მზადაა კონტროლიდან გამოვიდეს. თუ ნავთობსადენი, რომელიც ჰორმუზის გვერდის ავლით ეხმარება, შეიძლება დაზიანდეს და თუ თვითონ სრუტე კვლავ არასტაბილურია, ტრეიდერებისთვის, სადაზღვეო კომპანიებისთვის და იმპორტიორებისთვის ეს ყველაზე ცუდი გზავნილია. ყველაზე ცუდი შესაძლო გზავნილი. სინამდვილეში არაფერია ნამდვილად უსაფრთხო. სამეფოს შეუძლია აღადგინოს სიმძლავრე, როგორც უკვე გააკეთა, როდესაც 12 აპრილს აღმოსავლეთ-დასავლეთის გადაკაჩვა სრულად აღადგინა. მაგრამ ტექნიკური ნაკადის აღდგენა ერთი რამეა, ნდობის აღდგენა კი სულ სხვა, ბევრად უფრო რთული. ამ ყველაფრის პოლიტიკური შედეგი ღრმაა. შეტევა ცეცხლის შეწყვეტის დროს ასუსტებს დეესკალაციის იდეას, ართულებს ნებისმიერი შვების განცდას და ტოვებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს მძიმე ეჭვებთან. რამდენად შეუძლიათ მათ კვლავ ენდონ დროებით შეთანხმებებს, როცა მათი ინფრასტრუქტურა კვლავ დაუცველია. რაც ახლა ჩანს, ეს არ არის მშვიდობა. ეს არის ნერვული პაუზა, გარშემორტყმული, გაჩერებული გემებით, საფრთხის ქვეშ მყოფი ნავთობით, სამხედრო შეტყობინებებით და სრული უნდობლობით. ირანი ცდილობს აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს ძალა შიშის დასათესად. საუდის არაბეთი კი ცდილობს დაიცვას თავისი პოზიცია, ისე რომ არ ჩაებას კიდევ უფრო დიდ ესკალაციაში. და შეერთებული შტატები იმ ნორმალური მდგომარეობის მისაღწევად ზეწოლას ახორციელებს, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს. საბოლოოდ შეჯამება მოკლე და მკაცრია. რაც მოხდა, იყო თავდასხმა სრული ზავის დროს. და რატომ არის ეს ასე სერიოზული, მარტივია? რადგან ეს აჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მარტო ვერ შეძლო არც საუდის ნავთობის, არც სპარსეთის ყურის სტაბილურობის დაცვა. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუისის საზოგადოებაში.